валить работать же не будет, и у нас будет холодно. Давай валить быстрее, греться друг от друга. Что толку? Дима замерзнет еще. Да вы что, ребята, вообще кайфовая романтика. რუსი ტურისტების მიერ სოხუმში გადაღებული ეს კადრები ზამთარში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის კატასტროფულ ყოველდღიურობას ასახავს. დაბალი ძაბვის დენი, ელექტროსისტემაში მუდმივი ავარიები, ტრანსფორმატორებისა და ელექტროხაზების აფეთქება, საათობით ან რამდენიმე დღის მანძილზე მარაოსებური შეზღუდვებით ჩაბნელებული ქალაქები, რაიონები და სოფლები. აფხაზეთში ეს ცხოვრების წესის ნაწილია. ასეა წელსაც ეს იმ ფონზე, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ ვიდრე დანარჩენ საქართველოში. აფხაზეთის მოხმარება ერთ სულზე არის სავარაუდოდ 10,000 კილოვატ-საათი, რაც დანარჩენ საქართველოს მოხმარებას ერთ სულზე აღემატება 1-4ჯერ, ევროკავშირის საშუალო მოხმარებას აღემატება თითქმის 2ჯერ და მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხმარება არ გამოიყენება რამე პროდუქტიულად, მაგრამ ძირითადად იფლანგება საყოფაცხოვრებო მიზნებით. ბოლო 25 წელია ოკუპირებული აფხაზეთი დენს სრულიად უფასო დენგურის ჰიდროელექტროსადგურიდან იღებს. ადგილზე სიმბოლურია დენის ფასი ფიზიკური პირებისთვის 1 კილოვატ-საათი ენერგია 40 რუსული კაპიკი, ანუ თითქმის 2 თეთრი ღირს, ხოლო იურიდიული პირებისთვის 85 კაპიკი, ანუ 3,5 თეთრი, მაგრამ ამ მიზერული თანხის გადახდაც არავის უნდა. Трансформаторы горят, кабели надо менять. Очень много работы, денег практически не хватает ни на что. Убедительная просьба оплатить за свет людям, жителям города Гагра, с извинениями. Другого выхода у нас нет. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო 21 წელია 21 კატეგორიის პირებისთვის დენის ტარიფზე 50%-იანი შეღავათიც მოქმედებს. მათ შორის არიან ქართველებთან ომში გარდაცვლილი და დახეიბრებული პირების ოჯახის წევრები, ეგრეთ წოდებული მილიციის, უშიშროების, სააბაჟოს, პროკურატურის, თავდაცვის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები. ჩამონათვალი გრძელია. რა თქმა უნდა, ენგურხესის გამომუშავებულ დენს სრულიად უფასოდ მოიხმარს რუსეთის საოკუპაციო ბაზები აფხაზეთში. აფხაზეთის რკინიგზა, რომელიც რუსეთის რკინიგზის დაქვემდებარების ქვეშაა, სოხუმის და ოჩამჩირის საზღვაო პორტები და სხვა მსხვილი სტრატეგიული ობიექტები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ დენზე საბაზრო ფასის დაწესებას აფხაზური ელიტა კატეგორიულად ეწინააღმდეგება. В Армении именно эти протесты легли в основу того, что состоялась так называемая в перспективе бархатная революция, и к власти пришли евроинтеграторы. Если мы хотим то же самое сделать в Абхазии, то, пожалуйста, добрый путь. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ეკონომიკის მინისტრი იმ კლანის წარმომადგენელია, რომელმაც აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგ ფერმების ბიზნესის სახალისებით $10 მილიონი იშოვა. ასე გამოიყურება ერთ-ერთი მაინინგ ფერმა სოხუმში, რომელსაც მწვავე ენერგოკრიზისის გამო 2018 წლის დეკემბრის ბოლოს დენი ჩაუჭრეს. სტატისტიკის მიხედვით, თუ 2006 წელს ოკუპირებულმა აფხაზეთმა 1,169 მილიონ კილოვატ-საათი ენერგია მოიხმარა, ბოლოს 3 წლის მანძილზე ამ მაჩვენებელმა თითქმის 2 მილიარდი კილოვატ-საათი ანუ 800 მილიონით მეტი შეადგინა. ეს არის მუდმივი ესეთი ტვირთი, რომელსაც ეკონომიკურ ტვირთი, რომელსაც დანარჩენი საქართველო ანაზღაურებს, თუ ბევრნაირად შეიძლება ამის დათვლა. ერთი არის მაგალითად თუ შევაფასებთ აფხაზეთის მოხმარება რა ღირს რეგიონში ელექტროენერგიის ფასების მიხედვით. ეს არის სადღაც $90 მილიონი, 80-90 მილიონი დოლარი წელიწადში. რა თქმა უნდა, ეს არ არის საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ნაწილი. ეს არის იძულებითი ნაბიჯი, რომლის გამოც ჩვენ იმპორტს ვაკეთებთ ხანდახან რუსეთიდან და უფასოდ ვაძლევთ რუსეთის ოკუპაციო ჯარებს აფხაზეთში. ეს არის იძულებითი ნაბიჯი, მაგრამ ჩვენმა მთავრობამ უნდა შეიმუშაოს რაღაცა პოლიტიკა ღონისძიებები ეტაპობრივად როგორ უნდა იქნას ჯერ კონსერვირებული ეს პრობლემა, რომ არ იყოს იქ ზრდა მოხმარების და შემდეგ მოხდეს ამის გადაწყვეტა. ეს არის ხარკი, რაღაცას ჩვენ რუსეთის ოკუპაციის გამო ვიხდით ყოველწლიურად. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ენგურხესზე კონტროლი 1993 წლის 30 სექტემბერს დაკარგა, როცა სოხუმის დაცემის შემდეგ რუსული ოკუპაციის ქვეშ მალევე გალის რაიონიც მოექცა. ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის სამანქანო დარბაზი, ქვესადგური და ვარდნილჰესების კასკადი მთლიანად ოკუპაციის ქვეშ მოექცა. წყალსაცავი, კაშხალი და დერივაციული გვირაბების ნახევარი კი წალენჯიხის რაიონში მდებარეობს. 1997 წლის შეთანხმებით სეპარატისტებს ენგურხესის
გამომუშავებული ენერგიის 40% უნდა წაეღოთ, დანარჩენი 60% კი თბილისს უნდა დარჩენოდა, თუმცა ეს სქემა წლები აღარ მუშაობს. სეპარატისტებს და ოკუპანტებს ზამთარში ენგურხესის გამომუშავებული ენერგიის 100% მიაქვთ.